მოდი დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა. ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, საკმაოდ გავრცელებულია და ძალიან ბევრს სურს რომ როგორღაც დაძლიოს და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გულწმარვაზე. ჩვენ კარგად ვიცით რომ ძალიან შემაწუხებელია ეს ხშირად და ჩვენ დღეს დეტალურად გავარჩევთ თუ რა არის გულწმარვის გამომწვევი ძირითადი მიზეზი და რა თქმა უნდა ვისაუბრებთ მისი დაძლევის გზებზე. Შეშეთვაში რომ ვეკითხებით პაციენტებს, ასე ხსნიან რომ აქვთ წვის შეგრძნება და სიმხურვალის შეგრძნება გულმკერდის ძვლის უკან. Ამ დროს კუჭისგან ამოდის საყლაპავში მჟავა, ესე ვთქვათ, მჟავა შიგთავსი, რაც შესაბამისად იწვევს ნამდვილად აი ამ წვის შეგრძნებას. ნუ ამას სამედიცინო ტერმინოლოგიით რეფლუქს ეზოფაგიტი ქვია, ყველამ ვიცით. მარტივად რო ახსნათ, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ საყლაპავსა და კუჭს შორის კარი, რომელიც არსებობს, იხსნება ხოლმე სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ იხურება ბოლომდე, რა დროსაც გარკვეული საკვები პროდუქტების მირთმების დროს, მაშინ როდესაც მჟავიანობა იმატებს კუჭში, ან ჭამის შემდგომ სწრაფად წამოსწოლისას, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე აი ამ მჟავას ამოსვლა საყლაპავში, აზიანებს საყლაპავის ლორწოვანს, რაც საბოლოო ჯამში ქმნის, რა თქმა უნდა, დისკომფორტს. კი ბატონო და მოდი აქვე მაშინ გავაგრძელოთ და მიზეზებიც ჩამოვთვალოთ რა არის გულწმარვის. ეს არის ცხიმიანი და ცხარე საკვები, შოკოლადი, ყავა, ალკოჰოლი, დიდი ულუფებით კვება, ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაწოლა, როცა მაგალითად ჭამის შემდეგ ადამიანს ფხართეძოზე წამოწოლა მოუნდება, აი ამ დროს ყველაზე მეტად ხშირად ხვდება დისკომფორტი. კეთი გეთანხმები და ამავე დროს ისიც ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ჭარბი წონა. ხშირად დამოკიდებულია რა საკვებს, როგორც ლაშამ თქვა, მოიხმარს პაციენტი და ამ თვალსაზრისით ალკოჰოლის მიღება, ვთქვათ, თამბაქოს მოწევა ძალიან ხშირად ამძაფრებს პრობლემას, სტრესიც გარკვეულწილად ამძაფრებს. თქვენ უნდა აუხსნათ აუცილებლად პაციენტებს, თუ როდის უნდა მიმართონ ექიმ სპეციალისტს, თუ გულწმარვა კვირაში რამდენჯერმე მეორდება, თუ თან ერთვის ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა ან ღამით ხველა. ეს უკვე სიგნალია, რომ პრობლემა უბრალო არ არის. რეალურად ეს არის ორგანიზმის მიერ გამოგზავნილი სიგნალი, რომელიც გვატყობინებს, რომ ექიმთან უნდა მივიდეს ადამიანი. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან კლინიკა რეიმანის გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი, ექიმი თათია ხაჩიძე და ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი თამარ ნანობაშვილი. მოგესალმებით თათია, თამარ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. თათია, თქვენთან მექნება ესეთი პირველი კითხვა. მაყურებლისთვის რო ახსნათ უფრო ზუსტად რა არის გულწმარვა, ანუ რეფლუქსი და რა იწვევს მას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება რეფლუქს, ანუ გასტროეზოფაგურ დაავადებას, არის მდგომარეობა, როდესაც კუჭის შიგთავსი განსაკუთრებით მჟავა რეტროგრადულად ამოდინდება საყლაპავში. რადგან კუჭის წვენი შეიცავს აგრესიულ მარილმჟავას, ის აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარს, იწვევს სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნებებს და გართულებებს. დაავადების გარკვეული რისკ ფაქტორები არსებობს, ყველაზე ხშირია არაჯანსაღი კვების რეჟიმი, ცხარე ცხიმიანი საკვების მიღება, კოფეინის ჭარბი მოხმარება, ჭარბი წონა, ასევე გვიანი ვახშამი, სტრესი და თამბაქოს მოხმარება. რამდენად ხშირია საქართველოში რეფლუქსი, აი სტატისტიკურად და როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი და მივიდეს ექიმთან? რეფლუქსი გლობალურად არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გასტროენტეროლოგიური ჩივილი და საქართველოს ამ მხრივ გამონაკლისი ნამდვილად არ არის. ჩვენს ქვეყანაში პრობლემის სიხშირეს განაპირობებს ტრადიციული მძიმე ცხიმიანი საკვები, არარეგულარული კვების რეჟიმი, ასევე თვითმკურნალობის მაღალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეფლუქსი არ გვხდება მხოლოდ და მხოლოდ ასაკოვან პაციენტებში, ბოლო წლებში ძალიან გახშირდა ახალგაზრდებში, მათ შორის სტუდენტებში, უფროსი სასკოლო ასაკის მოზარდებში, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ცხოვრების წესის მოდიფიცირებასთან, ცვლილებასთან. თუ რეფლუქსი გახშირდა და სისტემატიურ სახეს იღებს, ამ შემთხვევაში საფიქრებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების განვითარება და აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა.
თათია, მოდი ახლა ისიც გავარჩიოთ, რა კვლევები ჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი და ვისაუბროთ რეფლუქსზე და ასევე ვთქვათ, რა გართულებები შეიძლება მოყვეს მას, თუ ჩვენ სწორად და დროულად არ ვუმკურნალებთ. დიახ, გართულებებით დავიწყებ. თუ რეფლუქსი სისტემატიურ სახეს იღებს და მუდმივი მჟავის ზემოქმედება საყლაპავს აღიზიანებს, ეს იწვევს სხვადასხვა გართულებებს. ყველაზე ხშირია ეზოფაგიტი, რაც საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას გულისხმობს, ასევე ეროზიების და წყლულების განვითარება საყლაპავში, საყლაპავის შევიწროვება, რასაც სტრიქტურას ვეძახით, იგი უკვე გამოვლინდება ყლაპის გაძნელებით და ბარეტის საყლაპავი, რომელიც კიბოს წინარე მდგომარეობად ითვლება. აღსანიშნავია, რომ გართულებები ვითარდება წლების განმავლობაში და არა ერთ დღეში, სწორედ ამიტომ არ უნდა შევეჩვიოთ გულწმარვას და არ უნდა აღვიქვათ როგორც უბრალოდ წვით შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების გართულებებს. ყველა პაციენტს კვლევა არ სჭირდება, კვლევა არის საჭირო, როდესაც სიმპტომები არის გახანგრძლივებული, პაციენტი არის 45-50 წელზე მეტი, ასევე მედიკამენტების გარეშე, როდესაც გაუმჯობესება არ აღინიშნება. ყველაზე ხშირად გამოიყენება გასტროსკოპია, რაც უშუალოდ ათვალიერებს კუჭისა და საყლაპავის ლორწოვან გარს. ზოგ შემთხვევაში ასევე გამოიყენება ჰელიკობაქტერ პილორის ტესტირება და 24 საათიანი pH მონიტორინგი, რაც უშუალოდ აფასებს რეფლუქსის ინტენსივობას. თათია, ხშირ შემთხვევაში ადამიანები სახლის პირობებში მიმართავენ ხოლმე სხვადასხვა საშუალებას იმისათვის, რომ აი ეს გულწმარვა, ესე ვთქვათ, როგორმე გაიქრონ, ეს შეიძლება ხშირ შემთხვევაში იყოს მაგალითად სახლის საჭმელის სოდის, ხო, საკვების სოდის გამოყენება. ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ის მინერალური წყლები, რომელთაც მდიდარი ვართ ხოლმე საქართველოში. რამდენად მიზანშეწონილი არის აი ეს თვითნებური ჩარევები და ხო არ ხდება ხოლმე ამ დროს პირიქით რაიმე სხვა, ესე ვთქვათ, დაავადების გამოწვევა, თუ ამას ხშირი, ესე ვთქვათ, გამოყენება აქვს. დიახ, თუ გულწმარვა ერთჯერადია და ხანგრძლივად არ მიმდინარეობს, ამ შემთხვევაში ცხოვრების წესის მოდიფიცირება სრულად საკმარისია, თუნდაც ბალანსირებული კვება, შევცირება საკვებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი მჟავიანობით, თუნდაც მინერალური წყალი, რომელიც ბუნებრივ ანტაციდად ითვლება. თუმცა თუ რეფლუქსი უკვე სისტემატიურ სახეს იღებს და თვითმკურნალობას მიმართავს პაციენტი, ამ შემთხვევაში შეიძლება გართულებები იყოს. და ეს არის უკვე შემთხვევა, რადგანაც რეალურად პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს, შესაბამის მიიღოს შესაბამისი დანიშნულება. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს დღეს საინტერესო პრეპარატი ამ მიმართულებით და აი უშუალოდ უკვე კომპანიის, ასე ვთქვათ, წარმოადგენს, რომ ვკითხოთ, რა მედიკამენტია, რითი გამოირჩევა და რატომ უნდა აირჩიოს ჩვენმა მაყურებელმა, მაგალითად კონკრეტულად ეს ჩვენს სტუდიაში წარმოდგენილი მედიკამენტი. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. დღეს ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილი გვაქვს ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს ორი პრეპარატი, ეს გახლავთ პანტობრა და ფოსფაჯი. აი როგორც ხალბატონმა თათია მახსენა, ანუ ისეთ სიტუაციებში, როცა ჩვენ გვაქვს ეპიზოდური გულწმარვები და არ გვაქვს გულწმარვა, რომელიც გრძელდება კვირაში 3 და ბეჯერ ხდება და ეს თვეობის განმავლობაში გრძელდება, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ვიმკურნალოთ პაციენტს ისეთი მედიკამენტებით, რომლებსაც ვეძახით ანტაციდებს. ანტაციდები არის მედიკამენტები, რომელიც უკვე წარმოქმნილ მარილმჟავას გაანეიტრალებს კუჭის წვენის ძირითადი შემადგენლობაში, მის შემადგენლობაში არის ეს აგრესიული მარილმჟავა და ამიტომაც გვაწუხებს ხოლმე რეფლუქსის დროს ეს მომატებული მჟავიანობის წვის შეგრძნება, ყლაპის გაძნელება შეიძლება ამას ახდეს თან. თუ ეს აღარ არის უკვე ეპიზოდური ხასიათის, ასეთ შემთხვევაში მივმართავთ ხოლმე უკვე სხვა ჯგუფის მედიკამენტებს, ეს არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები. ანტაციდებიდან სტუდიაში წარმოდგენილი არის ფოსფაჯი და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეხლა შეიძლება თქვენი ეთერით ბევრი ფოსფაჯის ძველი მომხმარებელი გავახაროთ, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ეს პრეპარატი გაქრა სააფთიაქო თაროებიდან, კი ბატონო, და რამდენიმე კვირაა, რაც ისევ ხელმისაწვდომია ყველა სააფთიაქო ქსელში, უფრო შეცვლილი გამოშვების ფორმით, უფრო მოსახერხებელი ერთჯერადი სტიკის სახით, კი ბატონო, ეს ერთჯერადი გამოშვების ფორმა ანტაციდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ანტაციდი არის ის პრობლემა, რომელიმაც შეიძლება შეგვაწუხოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სამსახურში ვართ, სტუმრად ვართ, მოგზაურობის ვართ, კი ბატონო, და
ერთჯერადი დოზირებული სტიკების აშეტები ასე დროს ძალიან მოსახერხებელია ხოლმე და ფოსფაჯი ამითაც გამორჩეული არის ნამდვილად. ექიმის დანიშნულების გარეშე უწყვეტად 2 კვირაზე უფრო მეტი ხანგრძლივობით ანტაციდის მიღება არ შეიძლება, იმიტომ რომ თუ 2 კვირა უწყვეტად იღებს პაციენტი და მაინც აწუხებს გულწმარვა, მაინც ჭირდება ანტაციდი, მან აუცილებლად უნდა მიმართოს შესაბამის სპეციალისტ გასტროენტეროლოგს. რაც შეეხება მეორე პრეპარატს პანტოპრას, რომელსაც მედიცინის ენაზე პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს რთულ დასახელებას ვეძახით ხოლმე, მაგრამ მომხმარებლის ენაზე ამ ჯგუფის პრეპარატებს იცნობენ ხოლმე კუჭის დამცავების ბრჭყალებში სახელწოდებით. პანტოპრა გახლავთ სწორედ ახალი თაობის, ესე ვთქვათ, კუჭის დამცავი, პანტოპრაზოლია მისი აქტიური ნივთიერება და განსხვავებით ანტაციდებისგან, რომელიც უკვე წარმოქმნილ მარილმჟავას ანეიტრალებს, პანტოპრაზოლები ზოგადად და მათ შორის პანტოპრაც მარილმჟავას სეკრეციას, ანუ მის გამომუშავებას აფერხებს და აბრკოლებს და ამ მექანიზმით იწვევს კუჭში მჟავიანობის დაქვეითებას. თუმცა აქაც უნდა აღვნიშნოთ, რომ კუჭში მჟავიანობის ნორმაზე უფრო მეტად დაქვეითებაც და მეთანხმება ალბათათიაც არასასურველი გვერდითი ეფექტია და აი პანტოპრაზოლი ამითაც გამოირჩევა, ეს ახალი თაობაა და ის ნორმაზე უფრო ქვემოთ კუჭის მჟავიანობას არ აქვეითებს და შესაბამისად ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს კუჭის pH-ს. ასე რომ ეს ორი პრეპარატი არის დღეს წარმოდგენილი GM Pharma-ს მხრიდან. გეტყვით ასევე, რომ პანტოპრასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სააფთიაქო აქცია და PSP სააფთიაქო ქსელში ამ პრეპარატს აქვს განსაკუთრებული ფასი და იქ მისულ მომხმარებელს ძალიან სარფიანი შეთავაზება დახვდება პანტოპრაზე. ფოსფაჯი კი, როგორც გითხარით, დიდი ხნის დეფიციტის მერე დაბრუნებული პრეპარატია, რომელიც ნამდვილად ყველა მომხმარებლისთვის, ვისაც თუნდაც ეპიზოდურად და თვეში ერთხელ აწუხებს ანტაციდი, ჯიბის და ჩანთის პრეპარატადაც შეგვიძლია მოვიაზროთ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება თითოეულ ჩვენგან შეაწუხოს ამ სიმპტომა, რასაც ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ, მართლა ძალიან საინტერესო იყო ეს ბლოკი ჩვენი მაყურებლებისთვის. მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს. მადლობა დიდი. ნახვამდის.